პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. დღეს მე მსურს ვისაუბრო ერთ კონკრეტულ ინიციატივაზე. მოგესალმებით საქართველოს პარლამენტმა სულ რამდენიმე დღის წინ უკვე სამივე მოსმენით მიიღო ქრისტიან-დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით თავისთავად საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, რომლის შედეგადაც საქართველოში მიწის გაყიდვა უცხოელებზე შეჩერდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენ გვსურს ეს პოლიტიკა შინაარსით შევავსოთ და ამოვქოლოთ ყველა ის ხვრელი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სხვადასხვა მეთოდებით ქართული მიწის შეძენა. ამ მხრივ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სუსტ წერტილს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების მიღების საკმაოდ გამარტივებული პროცედურები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება არ იყოს ისეთივე ადვილი, როგორც მაგალითად სასეირნოდ წასული ადამიანებისათვის მთაწმინდის პარკიც მოსანახულებელი ბარათის აღება. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ დღეებში პარლამენტში შევავთ საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონში მოქალაქეობის შესახებ ცვლილებების შეტანას და ამკაცრებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესებს. კონკრეტულად, ეს შეეხება იმ რეგულაციის გამკაცრებას, რომლის მიხედვითაც ადამიანი პიროვნება უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ექნება სურვილი გახდეს საქართველოს მოქალაქე, უნდა იცხოვროს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, არანაკლებ 4 წლისა, ანუ მას უნდა ჰქონდეს 4 წლის ცენზი საიმისოდ, რომ ქართულ სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა დააკვირდეს ამ მოქალაქეს, მიიღოს ცნობები მის თაობაზე, ხომ არ არის ადამიანი კრიმინალი, მიდრეკილი რა იმე ტიპის დანაშაულებისკენ, რა საქმიანობს, რა რესურსები გააჩნია. მეორე ტესტი უკავშირდება სახელმწიფო ენის მინიმალური სტანდარტის ცოდნის აუცილებლობას და მესამე ეს არის ზოგადი ცოდნა საქართველოს ისტორიის და კულტურის. ეს არის ის აუცილებელი პირობები, რომელიც გათვალისწინებული არის მსოფლიოს ყველაზე ცივილიზებული ქვეყნების მოთხოვნებში, რომელსაც ეს ქვეყნები უყენებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მიიღონ მათი ქვეყნების მოქალაქეობა. მე უბრალოდ მინდა შედარებისთვის, ინფორმაციისთვის შემოგთავაზოთ კონკრეტული ფაქტები, მაგალითისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ საცხოვრებელი ცენზი არანაკლებ 10 წლისაა. იმისთვის რომ გახდე ავსტრალიის მოქალაქე 15 წელი მაინც უნდა ცხოვრობდე იქ და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს შესაბამისი უწყება მოქალაქეობის განაცხადს და ბევრი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების. ასე რომ აქ არაფერი განსაკუთრებულად მკაცრი რეგულაცია არ შემოდის. ჩვენ გვსურს, რომ საქმე რომელიც დავიწყეთ და საქმე რომელშიც გვერდში ამოგვიდგა საპარლამენტო უმრავლესობა, მე მხეულობაში მაქვს ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან იურიდიულ პირებზე გაყიდვის შეჩერება მივიყვანოთ ბოლომდე და ამოვქოლოთ ის შავი ხვრელები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლოა უკვე მიღებული რეგულაციები აღმოჩნდეს უქმი და შემოვლითი გზით, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის გაიოლებული მიღებით, როგორც ეს დღეს არის შესაძლებელი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კვლავ მოახერხონ მიწების შესყიდვა. ეს პირველი, რაზეც მინდოდა მესაუბრა თქვენთან და ჩვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში უკვე ჩამოყალიბებულ იურიდიულად ფორმულირებულ საკანონმდებლო წინადადებას ჩავიტანთ ქუთაისში და შევიტანთ პარლამენტში. ერთი კვირის ფარგლებში. დიახ. რაც შეეხება მეორე თემას, აქ არანაირი ინიციატივაზე არ არის საუბარი, უბრალოდ მე მინდა გამოვეხმაო, რომ გუშინ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელიც რელიგიურ კონფესიების დაფინანსებას და ამ ინსტიტუციების დაფინანსებას უკავშირდება, უფრო სწორედ კი არაჯანსაღ აჟიოტაჟს და კომენტარებს, რომელიც გაკეთდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სიახლე, სხვადასხვა სიხშირით მსგავსი ტიპის კრიტიკა ცალკეული ლიბერალური ჯგუფებიდან იფეთქებს ხოლმე ქართული ეკლესიისა და იმ დაფინანსების მიმართ, რომელიც მას ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მიმაჩნია, რომ არის სრულიად არაჯანსაღი და არასერიოზული შეფასებები, როდესაც ვინმე საუბრობს იმის თაობაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საპატრიარქოს და ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას დაფინანსება ქართული სახელმწიფოს მხრიდან. და რომ აქ თურმე უნდა იყოს თანაბრობა და თანასწორობა
სახელმწიფო ბიუჯეტზე ხელმისაწვდომების კუთხით და დაფინანსების კუთხით საქართველოში მოქმედა არსებულ სხვა კონფესიებთან მიმართებაში. ასეთი მიდგომა პირადად ჩემი პარტიისთვის არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მათ შორის სამართლებრივი პოლიტიკური საფუძველიც, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის შენიშვნები აღარ ისმოდეს, რადგან თქვენ იცით, რომ გაფორმებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატი, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს რესტიტუციას, ანუ სახელმწიფოს მიერ ათწლეულების განმავლობაში ქართული ეკლესიისათვის მიყენებული ზარალის, მათ შორის ქონებრივი ზარალის ანაზღაურების გარკვეულ წესებს და არ ამგონია რომელიმე ჭკუატმყოფელ ადამიანს არ ქონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა უზარმაზარი ზარალი, მათ შორის მატერიალური ზარალი განიცადა ათწლეულების განმავლობაში ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იმ რეჟიმების არსებობის წყალობით, რომელიც ქართული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბოგინებდა. ასე რომ ის მიზერული თანხა, რომელიც შეიძლება მილიონების დასახელების მეშვეობით ძალიან ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, არის ზღვაში წვეთი იმ მატერიალურ და ქონებრივ ზარალთან შედარებით, რაც ქართულმა ეკლესიამ განიცადა ათწლეულების განმავლობაში და რისი მთლიანად აღდგენა თუ არა ეკლესიის ფეხზე დაყენება ჩემი აზრით ეს წარმოადგენს არა მხოლოდ ქართული ეკლესიის როგორც ინსტიტუტის, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ამ ინტერესების განხორციელებაში ქრისტიან-დემოკრატები ყოველთვის მხარს დაუჭერთ მსგავს მიდგომას და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსჯელობა ამ საკითხზე არის სრულიად არაჯანსაღი და მით უმეტეს ისეთი არასერიოზული და ნეგატიური აჟიოტაჟის ატეხვა, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ან შუაში მოყვება ხოლმე ამ თანხების თითქოს გამომზეურებას, თითქოს რამე იყოს დამალული და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის საჯაროება არ იყოს და ვინმე ჰქონდეს პრობლემა ინფორმაციის მოპოვების. და კიდევ ერთი რამ მინდა უთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ქილიკით და არაკეთილგანწყობილი ტონით საუბრობენ იმაზე, რომ ეკლესიას აქვს სახელმწიფო დაფინანსების საკმაოდ მცირე, მაგრამ მაინც წილი. მე არ ვიცი მათ რა შეხება აქვს და ზოგადად რამდენად ერკვევიან რა საქმიანობას აწარმოებს ეკლესია როგორც ინსტიტუტი, სამღვდელოება, შავი სამღვდელოება მათ შორის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ან თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ვისაც ოდნავი ინფორმაცია მაინც აქვს. ჰქონია შეხება, ან მონაწილეობა მიუღია ამ საქმიანობაში, მართლაც ამ უზარმაზარ, მამულიშვილურ, პატრიოტულ საქმიანობაში, საეკლესიო საქმიანობასთან ერთად. დამერწმუნება, რომ ის თანხები, რომელიც დღეს მიემართება ქართული ეკლესიის როგორც ინსტიტუტის მიერ საკუთარ თავზე აღებული არამხოლოდ საეკლესიო ფუნქციების განსახორციელებლად, მათ შორის თუნდაც საზღვარგარეთ ქართული სამრევლოების ფუნქციონირებისათვის, არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით, რასაც ეს ადამიანები და ქართული სამღვდელო პირების გარშემო რწმენითა და ენთუზიაზმით, პატრიოტიზმით გარშემორტყმული ადამიანები აკეთებენ ქართული სახელმწიფოს, ქართული სულიერების, ქართული კულტურის და ქართული ერის ინტერესებისათვის სამსახურში. სწორედ აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად ასერი საუბრები არის უნადურობის გამოვლინება ქართული ეკლესიის მიერ წარმოებული უზარმაზარი საქმიანობის მიმართ და ის მიზერული თანხები, რომელიც დღეს მიემართება ამ ინსტიტუტის ფინანსური დახმარებისკენ, არის ძალიან მცირე ნაწილი იმ აუცილებელი და შესაძლებელი დახმარებისა, რომელსაც დახმარება არ უნდა ერქვას. პირიქით, მე მგონია, რომ ქართული ეკლესია როგორც ინსტიტუტი აკეთებს ბევრ ისეთ საქმეს, რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს. მე ვახსენე ამ შემთხვევაში მხოლოდ თუნდაც სამრევლოების მაგალითი, მაგრამ თუნდაც ქვეყნის შიგნით რამდენი სოციალური ან საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ისეთი, სადაც უდაბნოე ბავშვები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები და ბევრი ასეთი ინიციატივი ჩამოთვლა შეიძლება მთელი საქართველოს მასშტაბით. უზარმაზარი ქსელი, მადლობა ღმერთს და მადლობა მართლაც საეკლესიო პირებს, ფუნქციონირებს და აკეთებს დიდ საქმეს. რის შედეგადაც ქართული ქუჩები არ არის სავსე კრიმინალით, იმის გამო რომ ამ ბავშვებს პატრონი გამოუჩნდათ ეკლესიის სახით და რის შედეგადაც იზრდებიან მორწმუნე, განათლებული, პატრიოტი ადამიანები, არა მხოლოდ სხვათა შორის ეთნიკურად ქართველები, არამედ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მომავალში ძალიან დიდი წვლილი შეტანა შეუძლიათ ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და ქართული საზოგადოების განვითარებაში. მე მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი გამოხმაურება ქართულ საზოგადოებას აუცილებლად ცოდნოთ. ახლა იპასუხებ შეკითხვებს. დიახ.
ჯგუფის პარტიების წარმომადგენლებთან, კერძოდ კი არასაპარლამენტო ოპოზიციის. ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვაფასებთ თავად პროცესს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისა. თქვენ გახსოვთ, მე ჯერ კიდევ თებერვალში ამ დარბაზში ჩავატარე პრესკონფერენცია და მივმართე საპარლამენტო უმრავლესობას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ეს გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა ყოფილიყო მიღებული, რომ ქვეყანაში შექმნილი იყოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. რადგან ასეთი ტიპის ფრაგმენტული ცვლილებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში მთლიანობაში სურათს ვერ შეცვლის უკეთესობისკენ და გააჩენს ახალ პრობლემებს. ზუსტად იგივე შენიშვნა და პრეტენზია გვაქვს დღევანდელ პროცესთან მიმართებაში, როდესაც ახალი 3 ცვლილება არის ინიცირებული. მათ შორის კენჭისყრის საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის აუცილებელი ხმების რაოდენობასთან და 2 სხვა საკითხთან დაკავშირებით. მე არ მინდა შევიდე დეტალებში, თავად წარმოდგენილი ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით, გვექნება შესაძლებლობა დამატებით ჩვენი პოზიცია გამოვთქვათ, კიდევ ერთხელ მინდა კრიტიკულად შევეხო და ვთქვა, რომ თავად პროცესი არის არასწორი. ეს არღავს მათ შორის საქართველოში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას, რომელიც ითვალისწინებდა მსხვილი კონსტიტუციური ცვლილებების რეფორმის გატარებას სწორედ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეშვეობით, სადაც ყველა პოლიტიკური პარტიას და არასამთავრობო წარმომადგენლებს ექნებოდათ პროცესში სრულფასოვანი ჩართვის და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა. და დღეს ასე უბრალოდ ზოგადად მოწვევით ისევე როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრის ფორმატით განხილვა ამ საკითხებისა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩემის აზრით არის არასერიოზული. ჩვენ არც ამ ფორმატში მონაწილეობისაგან შევიკავებთ თავს და გამოვთქვათ ჩვენს მოსაზრებებს. ჩვენი პარტიის წარმომადგენელი დღეს რედისონში დაესწრება ამ შეხვედრას, რომელიც პირველ საათზე არის დაგეგმილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები ამ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავად პროცესი და ფორმა არის არასწორი და მიუღებელი. ამ ტიპის აუცილებელი მოთხოვნები დღეს არ არის. საერთოდ მარტივი გასაუბრებით შემოიფარგლება მთელი ეს მოთხოვნა და ძალიან ზედმეტი წვალების, ჯაფის, სწავლის, მონდომების და ადგილზე ცხოვრების გარეშე შეიძლება მიიღო ძალიან გამარტივებულია. ეს იყო სხვათა შორის გამოხატულება იმ ლიბერალური პოლიტიკის, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხორციელდებოდა. სხვათა შორის, როდესაც მე საუბრობ, რადგან ამ შეკითხვით მივუბრუნდით ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ეხება მოქალაქეობის მიღების წესის განკაცრებას, ეს არის კავშირში ჩვენის აზრით არა მხოლოდ ქართული მიწების გასხვისების პროცესის შეჩერებასთან, არამედ ქართული შრომის ბაზრის დაცვასთან. გამომრჩა უბრალოდ ეს არც თუ ისე ირიბის შედეგი მეხსენებინა, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას, არის სწორედ საქართველოში შრომის ბაზრის დაცვა. და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მოქალაქეობის მიღების გართულება შექმნის აბსოლუტურად ცივილიზებულ სამართლებრივ ბარიერებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისედაც გადატვირთული ვერ ვიტყოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან პრობლემური შრომის ბაზარი არ იქნეს ათვისებული უცხო ქვეყნის იაფი მუშახეების მიერ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გინდოდათ გეკითხათ, დიახ? კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, რადგან ჩვენ გუშინ გავიგეთ, რომ შედგება რიგარეში სესიები. თქვენთან ერთ-ერთი წინა შეხვედრის დროს მე გითხარით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საგაზაფხულო სესია დამთავრდა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად ივლისის განმავლობაში პარლამენტი იმუშავებდა. ეხლა რა ფორმი და როგორი შემადგენლობით ამას მე ვერ გეტყვით, რადგან უმცირესობას ნაციონალური მოძრაობის სახით პოლიტიკური ბოიკოტი აქვს გამოცხადებული და ჯერჯერობით ის მიზეზები, რის გამოც ეს ბოიკოტი გამოაცხადეს, არ შეცვლა. ის ადამიანები კვლავ პატიმრობაში არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის თანადობით და მე არ ველი, რომ მათ გადაწყვეტილება შეცვალონ, მაგრამ ერთი წუთით საერთოდ გვერდზე გადავდოთ ეს ფორმა, რა ფორმით ჩაატარებენ, ეს ჩემი და თქვენი თავის ატკივარი ნამდვილად არ არის, მაგრამ
რაც ნამდვილად არის ჩვენ თავის სატკივარი, ეს არის ის, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. ალბათ თუ კარგად გადაწევით თუ უკან გადმოწევით, უკვე ყველამ ვიცით და ალბათ აღარ შეიცვლება თარიღი 27 ოქტომბრის სახით. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნები კი დაინიშნა, მაგრამ საარჩევნო თამაშის წესები ჯერ განსაზღვრული არ არის. თქვენ იცით, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიებიც ვიყავით ჩართული, რომლის შედეგადაც უნდა მიღწეულიყო გარკვეული კონსენსუსი და შესულიყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, საარჩევნო კანონმდებლობაში, მათ შორის პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონშიც. ეს უკავშირდება რამდენიმე კონკრეტულ მიმართულებას, მათ შორის არჩევნების დროს და წინა საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვას. დღეს ბატონი მარგველაშვილი რო გვამადლის, რომ თურმე ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებლები არიან და კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ ოდესღაც უნდა ველოდოთ, რომ ის თურმე გადადგება მინისტრის თანამდებობიდან და ისე გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, ის რასაც უკვე აკეთებს პოლიტიკური თვალსაზრისით უკვე დარღვევა. როგორც მინისტრი იგი ფაქტობრივად უკვე დანიშნული არჩევნების შემდეგ, ანუ გაცხადებული საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აწარმოებს თავის კამპანიას და კანონში რომ უკვე ყოფილიყო ზუსტი ჩანაწერი, ის ვერაფერს დაგვამადლებდა და მარტივად დაემორჩილებოდა კანონის ამოთხოვნას და ჩადგებოდა შედარებით მაინც თანაბარ პირობებში პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან ერთად. მეორე და მნიშვნელოვანი ეს არის მედია ხელმისაწვდომობა. ამ მიმართულებით გარკვეული შეთანხმებები თითქმის უკვე მიღწეული არის ინტერფრაქციულ ჯგუფში, მაგრამ ჯერ ეს არ ასახულა კანონმდებლობაში, ასევე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი. ეხლა ზოგიერთებმა დაიწყეს კრიტიკა და იმასთან დაკავშირებით, როდესაც ერთ-ერთი ჩვენი შეხვედრის დროს მე ვსაუბრობდი აუცილებლობაზე, რომ ფინანსური თვალსაზრისით საპრეზიდენტო კამპანია იყოს მეტნაკლებად თანაბარი. მე ყოველთვის ვთვლობ, რომ ღიად ვისაუბრო, როგორ უნდა გამოსწორდეს ვითარება. როდესაც ჩვენ მთელი გამული არჩევნების განმავლობაში ყოველთვის ჰქონდა კითხვები, ესა თუ ის მსხვილი მოთამაშე როგორ აფინანსებდა თავის საარჩევნო კამპანიას, ეს ნიშნავს, რომ ამ მხრივ პრობლემები ქვეყანაში არსებობს. იმ მასშტაბის თანხების მოზიდვა, რომელიც იხარჯებოდა და იხარჯება საქართველოს საარჩევნო კამპანიებში, სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით ბიზნესიდან არის შეუძლებელი. და ერთი კონკრეტული პოლიტიკოსის გარდა არც სხვა გვყავს ვინმე აქტიური ისეთი, რომელსაც საკუთარი ფინანსური რესურსი ჰქონდეს, ისეთი, რომ ასე მასშტაბურად ახერხებდეს დაფინანსებას კამპანიის. მე მინდა რომ იყოს ყველაფერი გამჭვირვალე, ისე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას. ამიტომ პოპულიზმი და საუბარი იმაზე, რომ თურმე ამ გაჭირებულ ქვეყანაში როგორ შეიძლება საპრეზიდენტო კამპანიაზე კიდევ ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოს, ეს არის არა მხოლოდ თავის მოტყუება, არამედ მოსახლეობის მოტყუებაც. საუბარი არის აუცილებელ მინიმუმზე, თან საუბარი არის არა წინა საარჩევნო ხარჯებს, არამედ იმაზე, თუ კი არჩევნების შედეგად კანდიდატი მიაღწევს კონკრეტულ მნიშვნელოვან შედეგს. ანუ უკვე კამპანიის მიერ გახარჯული თანხების ანაზღაურებას. მაგრამ შევეშვათ ამ თემას ჯერჯერობით დროებით, იგი სხვა თემებიც განიხილებოდა დაფინანსების კუთხით. მე ჩამოთვალე სამი კონკრეტული მიმართულება: ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვა, მედიის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი. არც ერთი ეს შეთანხმება და ცვლილება ჯერჯერობით საარჩევნო კანონმდებლობაში არ ასახულა. ამიტომ ჩემთვის პირადად როგორც არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ლიდერისთვის და იმ ჯგუფის ხელმძღვანელისთვის, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში და ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის ოქტომბერში არჩევნების მეტნაკლებად თანაბარ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება, გაუგებარია, რატომ არ არის ჩამონათვალში დასახელებული რიგგარეშე სესიის დღისესწრიგის ჩამონათვალში დასახელებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. ჩვენ ველოდებით პარლამენტის ხელმძღვანელობისაგან ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებას და ველოდებით, რომ ივლისის საპარლამენტო სესიაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილებები და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის უკვე წინასწარი შეთანხმებები, რომელიც მეტნაკლებად მაინც მიღწეული არის ინტერფრაქციულ ჯგუფში. ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ყველა ვიცოდეთ, რა თამაშის წესებით შევდივართ საარჩევნო მოედანზე.
მე როგორც დაკვირდი გარკვეული პერიოდი ჯერ კიდევ გჭირდება იმისთვის რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდეთ, თუმცა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც პარტიის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და რაღაც უკვე გამოკვეთილი ვერსია არსებობს ჩვენი გადაწყვეტილების, უბრალოდ ჯერჯერობით უნდა მაპატიოთ და ვერ გაგიმხელთ. მე თავადაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, მე თავადაც ძალიან მეჩქარებო, რომ მეტი სინათლე შევიტანო ჩვენი პარტიის გეგმებში, არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით. არჩევნებში რომ მივიღებთ მონაწილეობას და საკმაოდ აქტიური ფორმით, ეს კიდევ ერთხელ შემიძლია ნათლად დაგიდასტუროთ. ძალიან დიდი მადლობა.